წელი წლის 17 მაისს განსაკუთრებით მძაფრდება სექსუალური უმცირესობების საფრთხებთან დაკავშირებულ თემებზე აქცენტები. ანუ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს LGBT აქტივისტები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ შეახსენონ საზოგადოებას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. გამოიძიე! სახელმწიფოში კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება უზრუნველყოს LGBT ჯგუფებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების სრულყოფილი დაცვა. აცხადებენ კოალიცია თანასწორობისთვის წევრი ორგანიზაციები. ეს ეხება როგორც სიტყვისა და გამოხატვის უფლებას, ისე ამ თემის მიმართ ზოგად დამოკიდებულებას. იგივე შენიშვნა აქვთ ომბუდსმენის აპარატშიც. ბოლო წლების განმავლობაში LGBT ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა, უფრო მეტიც პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში ჰომოფობიური და ტრანსფობიური, ასე ვთქვათ, განწყობების გაძლიერება, ის სტიგმა და სტერეოტიპები, რაც ხშირ შემთხვევაში LGBT ადამიანების უფლებადარღვევის ან და მათი დისკრიმინაციის ფაქტებით სრულდება. ასევე მინიმალისტურია სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ღონისძიებები, მაგალითისთვის სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობების შეცვლისაკენ. ამ ადამიანებს სურვილი არ აქვთ, რომ იზოლირებული იყვნენ და რაღაც თავისთვის იყვნენ. აბსოლუტურად არა. ძალიან ღია არიან ურთიერთობებისთვის ჰეტეროსექსუალ ადამიანებთან და უბრალოდ ძალიან განიცდია, როცა მათ თქვათ დისკრიმინებულად გრძნობენ თავს. მაგალითად, ჩვენ ძალიან ხშირად პრობლემა შეგვექმნება ოფისის ქირაობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვათ ეს ადამიანები მოდიან ჩვენთან და ჩნდებიან ჩვენს ოფისში და მეზობლებმა შეიძლება უბრალოდ იმის გამო გააპროტესტონ, თქვათ ან მოგთხოვონ ბინის დაცლა, რომ თქვათ მათ გვერდით შვილები არიან, მათი შვილები არიან და თქვათ არ უნდათ უბრალოდ რომ დაინახონ ეს ადამიანები მათი შვილებმა. არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა LGBT თემს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას უწევს, როგორც განათლების, ისე ადვოკატირების კუთხით. ქრისტი ლაბაძე ამ ოფისის ხშირი სტუმარია. 19 წლის ტრანსგენდერი ცდილობს ფრთხილად იყოს, რადგან საქართველოში ცხოვრობს. ტრანსგენდერი ვარ და საზოგადოება მარიცეს ტრანსგენდერის განმარტება, ალბათ შესაბამის განათლება არ გვაქვს, მაინც საქართველოში ვცხოვრობთ. პრობლემები უამრავი გვექნება LGBT თემს, იმიტომ რომ გონი ვართ ავანტყოფები, გონი ვართ რაღაც მატარებლები, ალბათ ჩვენ არ ძენ რისი. ყოველ დღე ხდება ჩვენი დისკრიმინაცია ქუჩაში, სახლში, როდესაც ტრანსგენდერებს უხდებიან სახლში, გეი თემს. და სტრესულ სიტუაციებში ვიყავ, მაგალითად, როდესაც მომაწახებდნენ ჟარგონულად პიდარას, რაღაც სტრესი მემართებოდა, მაგრამ უკვე აღარ შევეჩვი ამ ყველაფერს, ვიცი სადაც ვცხოვრობ, ვიცი საქართველოა და რავი გავუგეთ ცხოვრებას, მაგრამ ვცდილობ რომ კონფლიქტური არ ვიყო და ვიღაცა მყელი არ გამომჭრას, როგორც ჩემს მეგობრებს ტრანსგენდერ საბის და ზიზის. თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავ არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი და მისი ინტერესი არსებითად LGBT პირთა უფლებების მოჩვენებითი დაცვის ხაზგასმაა. აცხადებენ კოალიცია თანასწორობისთვის წევრები. სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც აქვს რეკომენდაცია სამართალდამცავი ორგანიზაციების მიმართ. ისინი ითხოვენ გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და ძლიერი სტიგმა პირდაპირ კავშირშია LGBT ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან და დისკრიმინაციის შემთხვევებთან. აქტუალურია სიძულვილით მოტივირებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენის საკითხი და ამაზეც სახალხო დამცველს აქვს რეკომენდაცია, რომ ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გატარებული ღონისძიებები, რომ გამოიკვეთოს დანაშაული იყო თუ არა სიძულვილის მოტივით განპირობებული და ასევე ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია თუ რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ამგვარი მოტივი გამოკვეთილიყო. მაშინ როცა არსებობს ფუნდამენტური უფლების დარღვევები, რაც მათ უსაფრთხო გადაადგილებას ეხება, ბუნებრივია ამ ადამიანებისთვის დასაქმება კიდევ უფრო რთულია. განსაკუთრებული სიმძაფრით უმუშევრობას ტრანსგენდერი განიცდის, რადგან იგი ვიზუალურად მათ შორის ჩაცმულობითაც გამოხატავს თავის სექსუალურ იდენტობას. სახალხო დამცველის ინსტიტუტი რეკომენდაციას აძლევს პარლამენტს იმსჯელოს ამ თემაზე. აღსანიშნავია ტრანსგენდერი ადამიანებისათვის გენდერის სამართლებრივი აღიარების თემა, რის გამოც ისინი დაბრკოლებას აწყდებიან განათლების მიღებისა თუ დასაქმების სფეროში, რადგან მათი გენდერულ იდენტობას არ შეესაბამება ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნული სქესის ჩანაწერი. საზოგადოება ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს და არ აძლევს მას საშუალებას განვითარდეს. ფიქრობს ქრისტი ლაბაძე. ის საერთაშორისო მაგალითებზე საუბრობს და პარალელებს ავლებს. არ იქნება ეს ადამიანი ის, რაც უნდა იყოს და რაც უნდა რომ თუნდაც ეწვეს ქალის ფორმა, მაშინ უნდა ჩაეწვეს კაცის ფორმა და გავიდეს საზოგადოებაში და ემუშაოს ისე. შესაბამისად მისი დისკრიმინაცია ხდება და
ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებისგან მეთანხმებით ალბათ ხო? ვერ ხდება ადამიანის ზრდა საქართველოში, თუმცა საზოგადოებით ვიცი მყავს ბევრი მეგობრები, რომლებიც არიან ფოტომოდელები, მუშაობენ მიმტანად. არის ამერიკაში ტრანსგენდერი ქალი პარლამენტის წევრი და საქართველოში არა, ქალებიც კი არ არიან, უმეტესი ნაწილი კაცი არის, იმიტომ რომ კაც რაღაც პრიორიტეტი ენიჭება, არ ვიცი რატო. მას შემდეგ რაც თავიანთ თავს სექსუალურ უმცირესობას მიაკუთვნებენ, თუ ეს არასრულწლოვან ასაკში ხდება, მათ ოჯახიდანაც რიყავენ. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებს ძალიან ადრეულ ასაკში უწევთ დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება. საზოგადოებაში ინტეგრირების პერსპექტივების გამო მათი ნაწილი თავის გადარჩენას სექსმუშაკობით ცდილობს. ბათუმი და აჭარაკი სექს ინდუსტრიის კუთხით ერთ-ერთი აქტუალური ადგილია. მყავს ბევრი მეგობრები, რომლებიც არიან სახლიდან წამოსულები, არ აქვთ სახლი, კარი და ცხოვრობენ შეიძლება მეგობრებთან, შეიძლება ნაქირავებში და არიან სექსმუშაკობით დაკავებული სამწუხაროდ. და არიან არასრულწლოვანი. და არიან არასრულწლოვანები კი. და სახელმწიფო ამავე დროულად არაფერს არ აკეთებს. არც საზოგადოება. თუმცა რა იყოს ჩაობური ჰეტეროსექსუალი და ელემენტარი ქუჩაში რო გააცნოს ხელი დაეხმარე, მაგრამ მე რო გავიდე, არავინ არ დამეხმარება, იმიტომ რომ მე მაწყვის სხვანაირად ვარ ტრანსგენდერი და ასე შემდეგ. სწორედ იმიტომ, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, სექს ინდუსტრიაში ჩართულ ჰომოსექსუალებს და მათ შორის არასრულწლოვნებსაც კიდევ ერთი პოტენციური საფრთხე მუქრებათ. ცნობილია, რომ HIV ინფექციით დაინფიცირების რისკთა შორის სექსუალური უმცირესობა ცალკე ჯგუფადაა წარმოდგენილი. არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა აღნიშნული თემის წევრებისთვის HIV-ით დაინფიცირების რისკების შესამცირებლად ტრენინგებს ატარებს. HIV-შიც შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ LGBT თემში. გვაქვს დაგეგმილი ტრენინგების კურსი ყოველთვიურად, რამდენიმე ტრენინგია დაგეგმილი და ასევე საინფორმაციო შეხვედრები. მუშაობთ, რომ მოვიზიდოთ ეს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მეტად რისკის ქვეშ არიან და თქვა LGBT თემის წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი მეგობრები და სხვა ჰეტეროსექსუალებიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინიც რისკის ქვეშ არიან. 2017 წლის სტატისტიკა იმასაც ამბობს, რომ HIV-ით დაინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით ნახევარი იმის გამო, რომ არ მკურნალობს და ამის შესახებ არ აცხადებს, მძიმე ფორმებს იძენს. ქრისტი ამბობს, რომ ვირუსის დაფარვისთვის სექსუალურ უმცირესობებს საკუთარი მიზეზები აქვთ. როდესაც ადამიანს ერთადერთი შემოსავალი აქვს სექსმუშაკობა, ამ მკურნალობას უნდა საკმაოდ დიდი პერიოდი, თუნდაც სიფილისზე და ის ვერც ბინისკირას ვერ გადაიხდის, ვერც საჭმელს ვერ შეჭამს და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებს შესაბამისად. ჩემი აზრით საჭიროა პროსტიტუციის ლეგალიზება. თუმცა მაინც ხდება, შემცირდება დაავადების რისკებიც და ასე შემდეგ. მე პირადად რო ვიყო აი პოზიტიური, არ გავაკეთებ coming out-ს. იმიტომ რომ ვიცი რა მოყვება ამას და არ გავაკეთებ. 17 მაისი ალბათ არის დღე, როცა ყველაზე მეტად ხდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მოხელეების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულების დემონსტრირება. მისი შეცვლა კი სწორედ ამ ინსტიტუტების ვალია. რა კონდიციაზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანებს შეეძლოთ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება, შეკრება და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება საჭიროებს ცვლილებას და ეს რა თქმა უნდა მიიღწევა ცნობიერების ამაღლების გზით. საქართველოში ადამიანებისთვის იდენტობის და მათ შორის გამოხატვის უფლების პრობლემას ევროპული სასამართლოც ეხმაურება. პლურალიზმი და დემოკრატია მრავალფეროვნების ჭეშმარიტ აღიარებასა და პატივისცემას ეფუძნება. განსხვავებული იდენტობის პირებისა და ჯგუფების ჰარმონიული ინტერაქცია აუცილებელია საზოგადოებრივი ერთობის მისაღწევად. ნათქვამია ევროპული სასამართლოს განმარტებაში საქმეზე იდენტობა და სხვების საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლო დავა ჰომოფობიური დამოკიდებულებების გამო კვლავაც გრძელდება.